გარეთ წვიმს და ამიტომ ცხვარი უკვე სადგომშია დაბინავებული. მათ მთელი ღამის განმავლობაში 5 ძაღლი udaraჯებს. ფარა, რომლის შემადგენლობაშიც ამ დროისათვის 95 დედა ცხვარი, 2 ყოჩი, 22 სული, თხა, 100 ბატკანი და 18 ციკანი შედის სოფელ ფერსის მკვიდრს ნოდარ ქოზაშვილს ეკუთვნის. თავდაპირველად ყულაბაში დაგროვებული ფულით 12 ცხვარი შეიძინა. დღეისათვის მის ფარაში 250 სულამდე წყვილფეხა ცხოველია. ამბობს, რომ დოლი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, ბატკნებისა და ციკნების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თავიდან შევიძინე ყულაბით. ბავშვს უკეთებდი ყულაბას და შევიძინე 12 სული. მერე ზოგი დავამატე, ზოგი შევინახე, მამალი გავყიდე, დედალი საჯი შესანახად ვიყიდე. ეგეთი რაღაც შეხედეთ, მე მგონი მოვამრავლე უკვე 250 მყავს თავის ბატკნიანად. ფერმერი ამბობს, რომ ყველაზე მეტი საქმე დოლიანობის პერიოდში აქვს. ახალშობილ ბატკანსა და ციკანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ყოველდღიურად ამ პერიოდში, როდესაც დოლი იწყება, მაშინ არის შრომატევად ის, რომ ბატკანი ნორმალური ყავდეს, არ დაგეხოცოს, დედამ რო აიძულოს, მიხედო, უპატრონო და მშიერი არ დარჩეს რა. ეხლა 10 და 5 სული რომ იყოს, კიდე მიხედავ და ბევრ ცხვარში უკვე დედას პოვნა უნდა. ამ პერიოდში არის მთავარი ძირითადი დატვირთვა მუშაობისი და მოვლისი და დანარჩენი კიდე უკვე გახდებიან 2 თვისი და 2 თვენახევრისი უკვე ადვილი რა შრომატევადი არის, მაგრამ მასთან შედარებით პატარები არის, არ არის ისეთი რთული მოსავლელი. სანამ თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს არ მიაღწევს, ფარა საძოვარზე ბალახობს. შესაბამისად, სადგომში ყოფნა მას სხვა შინაურ პირუტყვთან შედარებით ყველაზე ნაკლებ ხანს უწევს. ნოდარ ქოზაშვილი ცხრებს ძირითადად დღეში ერთჯერ თივით კვებავს. დედა ცხრებსა და თხებს კი მარცვლეულსაც აძლევს. შრომატევად საქმიანობაში ფერმერს ოჯახის წევრები ეხმარებიან. ძალიან როგორ ვთქვი, შრომატევადია. აი თოვლი რო არის, დაყრა უნდა ბაგები კი გვაქვს გაკეთებული ყველაფერი, მაგრამ ამდენად ხარში ხო უნდა შეიტანო, ჯერ უნდა მააწოვო, ისე ვერ დაუყრი. უნდა მოაწოვო, მოარჩიო ბატკანი და მე უკვე უნდა დაუყარო, იმათ ცალკე. იმიტომ რომ არაცდიან, აფუჭებენ მერე ბევრსა და ეგრე. ნოდარ ქოზაშვილმა საქმიანობა 5 წლის წინ დაიწყო. მიუხედავად ამისა, თვლის, რომ ჯერ ისევ დამწყები ფერმერია. შესაბამისად, პროდუქტის რეალიზაციას სისტემატიურად არ ახდენს. ამბობს, რომ მატყლს ფასი არ აქვს, ამიტომ ძირითადად თანასოფლელებს ჩუქნის. ამ ეტაპზე არც რძის პროდუქტებს აწარმოებს. ფერმერის თქმით, ცხვართან შედარებით მომგებიანი თხის მოვლაა, რადგან ბოლო პერიოდში ციკნის ფასი მისი სიმცირიდან გამომდინარე გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, ბატკნის ღირებულება არასტაბილურია და 30-დან 80 ლარამდე მერყეობს. ციკანი კი 120-დან 150 ლარამდე ღირს. რაოდენობა გვაძლევს მოგებას, ჯერ იმ რაოდენობამდე არა ვარ რომ მოგება დამჩეს. მე დასაქმებული მყავს პიროვნება 400 ლარს ვხდი ხელფას და პლუს ვაჭმე. აქედან ახლა რომ გითხრათ, დიდი მოგებას ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემი მოგებას. მე პირიქით, აი უფრო გამრავლების სტადიაში ვარ ახლა რომ გავამრავლო ცხვარი იმ რაოდენობაზე, რომ ერთი კაცი კიდევ დავასაქმო. და მეც რაღაც 2 კაპიკით დამჩეს. სამომავლოდ ნოდარ ქოზაშვილი მერძეული და მეხორცული ჯიშის ცხრების მოშენებას გეგმავს. უნდა რომ სადგომს მეორე სართული დააშენოს და ორჯერ მეტი ცხვარი იყოლიოს. ფერმერი ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა მოგებას მხოლოდ ამის შემდეგ მოიტანს. თუმცა იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებთა შრომა დაფასდეს, პროდუქტის გასაღების ბაზრის არსებობას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. Agora, é isso.